სახელითა მამისაითა და აზისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს პირველი კვირაა მართვისა და ეს დღევანდელი დღე თავის სახელწოდებით რა თქმა უნდა მე ვფიქრობ თითოეულ ჩვენთაგანს კარგული დიდი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, იმიტომ რომ ამ დღეს ქვია ზეიმი მართლმადიდებლობისა. ზეიმი ნიშნავს, რომ გვიხაროდეს და თანამონაწილე ვიყოთ იმ დიდებულებისა, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა, ერთობა ქვია. ისტორიულად ხატმებრძოლობაზე გაიმარჯვა ჭეშმარიტმა ქრისტიანობამ და აქედან გამომდინარე ეს დღეს დაწესდა, მაგრამ უშუალოდ ეს დღევანდელი დღე უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში თითქოს და აი ამ კონკრეტული მიზეზის იქითაც უკვე ვრცელდება. ანუ ხატმებრძოლობაზე გამარჯვებაზე იქით არის უკვე ეს და საერთოდ მართლა ჭეშმარიტად ზეიმი გახდა დღევანდელი დღე მართლმადიდებლობისა. თუმცა ხატთაყვანისცემა ეს ერთგვარი კრებსითი დოგმატია ქრისტიანობისა, იმიტომ რომ ამით ჩვენ ვაღიარებთ კიდევ ერთხელ, რომ ღმერთმა სამყაროში შემოაბიჯა, მატერიალურ სამყაროში ადამიანური ნივთიერი ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი მსგავსი გახდა და იგი ვითარცა მამის ხატი ეგრეთ გვეჩვენა ჩვენ, ამიტომაც ეუნება ფილიპეს, ვინც მე მიხილა მან იხილა მამა და ამავე დროს ჩვენ გვეძლევა საშუალება გავხდეთ ხატის ხატი, ანუ ძის ხატი, ამით მამის ხატი, როგორც დღესაც აღმოვიკითხეთ საიდუმლოსებში და ეს ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია. სწორედ იმის გამო, რომ ღმერთი სამყაროს მიღმერი ღმერთი ამ სამყაროში შემოვიდა და მიიღო ნივთიერი ადამიანური ბუნება, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ამ სამყაროში ღვთისმქმნელი მატერია იკურთხება და მათ შორის იკურთხება ხატიც. და შესაძლებელია გამოსახვა ღმერთისა, იმიტომ რომ ან ადამიანური ბუნება მიიღო. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხატთაყვანისცემა ეს არ არის უბრალოდ ისეთი უბრალო დოგმატი, რომელიც თქვათ გამოვსახავთ ან არ გამოვსახავთ, არამედ ეს არის კიდევ ვიმეორებ ღვთის განკაცების ნაყოფი. რადგან ღმერთი განკაცდა, ამიტომაც შეიძლება მისი გამოსახვა. და თუ მისი გამოსახვა არ შეიძლება, მაშინ ღმერთი არ განკაცებულა. თამთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს დიახაც მართლმადიდებლობის ზეიმია, იმიტომ რომ რა არის მართლმადიდებლობა თუ არა ღმერთის ჩვენთან მყოფობა. და ჩვენი ყოფნა მასთან ისე, როგორც ეს ყოველ შემთხვევაში ადამიანური ცნობიერებისათვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ისეთი სიახლოვე იყოს ღმერთსა და ადამიანს შორის, როგორცაც გვთავაზობს მართლმადიდებლობა და ამიტომაც მართლმადიდებლობა ძალიან ხშირად უმცირესობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე იგივე ბიზანტიის ისტორიაში, იმიტომ სწორედ რომ ადამიანური გონებისათვის ეს მიუწვდომელია. მაგრამ ვინც ამას სიმდაბლით მიიღებს, მისთვის ეს მართლაც საფუძველთა საფუძველია დღესასწაულისა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, როდესაც ღმერთი არა მხოლოდ არის, არა მხოლოდ მოვიდა, არამედ იგი შენთანაც არის და ჩვენ მასთან. მაგრამ რამდენად ვართ ღირსნი ჩვენ ამ დღესასწაულის, რამდენად ძალგვიც რომ დავიტიოთ ეს სიხარული, რომელსაც ეს დღესასწაული გვთავაზობს. ჩვენ ვისაც მეტნაკლებად ცოტათი გამოცდილება გვაქვს, იმედი მაქვს, მიუხედავად
ხიბლის მდგომარეობისა. არ არის ადამიანი ხიბლის მდგომარეობაში არ იყოს, ანუ გარკვეულად ციცვის მდგომარეობაში არ იყოს და ხიბლის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მდგომარეობა, ხიბლის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ნიშანი. ხიბლს სხვადასხვა გამოვლენებები ხომ აქვს, ანუ ტყუილი, ხიბლი ხო ტყუილია და რელიგიურ ტყუილს, ანუ ხიბლს. და ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოვლენება ხიბლისა, რომელსაც ადამიანი არ აღიარებს და სიტყვით საწინააღმდეგოს აღიარებს და ესეც ხიბლის შემადგენელი ნაწილია, რომ ის შინაგან სამყაროში რაც ხდება ის გარეგნულად იმის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოვლენება ხიბლისა არის ის, რომ ადამიანს აქვს განცდა და განწყობა, რომ ის ღმერთთან არის და მას ღმერთთან ურთიერთობაში რაღაც კი, მაგრამ პრინციპში სერიოზული პრობლემა არ აქვს. კარგად ჩავიხედოთ ყველამ საკუთარ თავში და ჩვენ ამ გველის წიწილს საკუთარ თავში აუცილებლად დავინახავთ. ეს არის ყველაზე საშინელი გამოვლინება ხიბლისა, როცა გგონია და როცა მგონია, რომ კი, ცოდვილი ვარ ახლა, ვინ არ არის ცოდვილი, მაგრამ მაინც ღმერთთან ვარ. აი ეს ამაზრზენი, აი ეს ამაზრზენი ფამილიარული დამოკიდებულება ღმერთთან, ხო, ნუ მაინც გულარხეინობა შემოაქვს ამას, თავდაჯერებულობა შემოაქვს ამას, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ ადამიანი, მაგრამ სიტყვიერად ნიღაბი იცოცხლე, ცოდვილი ვარ, შემინდეთ, აბა როგორ. ეს გველის წიწილი ყველას ყავს. მაგრამ თუ ხანდახან მაინც ღვთის მადლით ამ ხიბლისგან თავისუფლდებით, მაგრამ მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მიზან მიმართულად თუ არ ვიმუშავებთ გონიერ ლოცვაზე, ჩვენ ამას საკუთარ სათნოებად რომ ხედავდეთ საკუთარ სავალალო მდგომარეობას, ეს სათნოებაა რომ ხედავ საკუთარ სავალალო მდგომარეობას, ამ სათნოებას ჩვენ საკუთრებად ვერ ვაქცევთ. იგი ხანდახან იქნება როგორც გამონათება ჩვენს არსებაში და იმ გამონათების პერიოდში იმ ხიბლისაგან რომ გონია რომ საქმე არც ისე ცუდად არის თავისუფლდებით, მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის მადლითა და წყალობით იქნება ხოლმე. მაგრამ ჩვენ საკუთრებად ის ვერ იქცევა. არადა ეს ისეთი სათნოებაა, რომ ხედავდე საკუთარ დაცემულობას, რომ იგი სულ ჩვენთან თუ არ არის და როცა ჩვენთან არ არის და ჩვენ მაშინ ხიბლში ვართ, ღმერთთან უკნას, რომ ჩვენ მაშინ გარდავიცვალოთ. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენზე იქნება ეს სიტყვები, რომ მოვედი არ აწოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. ამიტომ ჩვენ ესე ვამბობთ, რომ ხანდახან მაინც ხო გქონია აი ეს ხიბლისაგან თავისუფალი წამები და ამის გამოცდილება ხო გქონია, მე იმედი მაქვს, რომ თითოეულ თქვენთანაც ეს გქონია, როცა ხვდები, რომ სული მკვდარი გაქვს, რომელიც გლოვარებას საჭიროებს, იმიტომ რომ ადამიანის მემკვიდრე ხარ და ყველაზე მეტად მაშინ გძნობ ქრისტეს სიტყვებს შენს მიმართ, რომ შეუძლებელია კაცთაგან სასუფეველში მყოფობა და ყველაზე მეტად მაშინ გძნობ, რომ რა გეზეიმება. ეს ზეიმი მართლმადიდებლების ზეიმია და შენ მართლმადიდებელი ვერ ახარ, იმიტომ რომ შენი სული არ გაცოცხლებული. და რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა და ამ მდგომარეობის განცდა არის უნდა იყოს უпростоრეთ არა მიზეზი ჩვენი დადგმულობის, არამედ მიზეზი ჩვენი ბრძოლის უნარიანობის გაძლიერებისა, ბრძოლაში შესulis სურვილისა, გამოფხიზლებისა, გამოღვიძებისა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა მარადიული სიკვდილი. ჩვენ გვინდა მარადიული სიცოცხლე. აი, როცა გზნობ რომ მკვდარი ხარ და ეს აუცილებლად ღვთის მადლით ხდება, იმიტომ რომ ღვთის მადლის გარეშე კაცობრიობაში ვერავის ვერ დაუნახავს რომ მკვდარია და ყველას თავი რაიმე გონია, როგორც პავლე მოციქული ამბობს. როდესაც ეს მადლით ხდება, აქედან გამომდინარე, როცა ხედავ იმას, რომ სულიერად მკვდარი ხარ,
ეს მადლი ხდება, რადგან მადლი ხდება, ღმერთი ამ დროს შენთან არის და ეს მდგომარეობა საშიში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არც სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ ჯოჯოხეთში მყოფს ხედავს საკუთარ თავს, მაგრამ ეს მდგომარეობა მადლის მიერ არის, ანუ ღმერთის მიერ არის, ამიტომ იქვე ღმერთია, რომელიც ხელს არ გიშობს, დაახლოებით იმას გავხარ, პეტრე მოციქულს, რომელიც იძირება წყალში. და უფალო მიხსენ, შემიწყალე და უფალი იქვია და ხელს მოკიდებს და ამოიყვანს. აი ამ მდგომარეობას გავს. იძირები, მაგრამ ქრისტეს მტკიცე მარჯვენა გიპყრობს და ამოგიყვანს. ჯოჯოხეთში ხარ, ადამივით უძლური, მაგრამ ქრისტეს მარჯვენა ხელი მტკიცედ გიპყრობს და ამოგიყვანს. ეს მდგომარეობა არის. და აი ამ მდგომარეობაში ადამიანი იწყებს სწორად აზროვნებას და ფიქრს და მათ შორის დასვავს კითხვავს, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მე გადავრჩევ ცხონდე და აი ამ მკვდარი მდგომარეობიდან გამოვიდე, გავცოცხლდე, მგლოვარე ვარ და გავცოცხლდე. კიდევ მეორე, ეს ამის განცდა, რომ მუდმივად იყოს ჩვენთან და შესაბამისად მუდმივად იყოს ჩვენში საბრძოლო განწყობა, აუცილებელია გონიერი ლოცვის სწავლა, რომელსაც ჭირდება ცოტათი განსაკუთრებული ღვაწლი, ვიდრე უბრალოდ გასტროლოგიურ დიეტაზე ჯდომა მარხვას გულისხმობ, ანუ ცოტათი მეტი ღვაწლი ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი მარხვა სინამდვილეში მარხვა არ არის, დიეტაა უბრალოდ, შორს არ მივდივარ და თქვენც არ განგიკითხავთ, აგერ ჩვენი ტრაპეზარები, რომელსაც ვერ მივახციე, რომ მაშინ მშილონ, ესე იგი ყოველ საღამოს და ყოველ დღე კარგად გვაჭმევენ და გვასმევენ სამწუხაროდ. აღარ იციან როგორ ასიამოვნონ წინამძღვარს. ჩვენ რა მარხვა, ეს რა მარხვა არ გადამრიო. მარხვისას, მით მარხვა იცით როდის არის ნამდვილი? როდესაც შენ ტყავზე მიხვდების შემდეგ სიტყვებს, არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა. როცა ამას შენ ტყავზე განიცდი. და თუ შენ ამ სიტყვებს შენ ტყავზე არ განიცდი, არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვით, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა, ეს მარხვა არ არის. ეს არის ჯანმრთელი სცენარიული დიეტა. ამიტომ თუ ღვაწლზე საუბრობთ, ხშირად გვითხოვს, რომ არის ღვაწლის ერთი სახე, სადაც ერთ-ერთი ტრაპეზარი ვერ შემოგეჭრება. რომ გასიამოვნოს, აბა რა გაუხარდებაო. იმიტომ რომ ასეთ დროს ფაქტიურად მონახარ, იმიტომ რომ გიმონებენ ეს ადამიანები სიყვარულით. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ერთი პერიოდი, როცა მონასაც ვერ ართმევენ ამას. ეს არის ღამე. და ამიტომ ამბობთ ხოლმე, რომ ღამე უნდა წამოვდგეთ. მე ვიცი ადამიანები იბრძვიან, არ გამოსდით. მაგრამ რაღაცას ცდილობენ, მაგრამ მე ვიცი ადამიანები პრინციპულად წინააღმდეგობას წევენ. ამბობენ, რომ ამტკიცებენ ლოგიკურად 100%-იანი, როგორც 2+2 არის 4, რომ მათთვის ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ისე მიმტკიცებენ, რომ ხელებს წევ, მართალი ხარ. ღამე არ წამოდგენ, მაგრამ არ დაგემართოს. და შეიძლება ეგრეც არის. მაგრამ თუ ეგრე არ არის, თუ სადღაც არის 1%, სადაც ეგრე არ არის, მაშინ რა ვქნათ? მე კი ავწიე ხელები, მაგრამ შენ მოთხოვ, რომ ქრისტემაც ხელები აწიოს. მოკლედ, მე მითქვა მინდა, რომ გონიერი ლოცვის სწავლის გარეშე ამას ვერასოდეს გაიგებ, როგორც ვერ მიიღებ ამ სათნოებას, როგორც საკუთრებას, რომ ხედავდე საკუთარ თავს მუდმივად ჯოჯოხეთში, რომ აი ეგახარ. მაგრამ ამავე დროს რადგან ეს სათნოება მუდამ გძნობდე, რომ შენთან არის ღმერთი, ეს საოცარი განცდა. ეს მდგომარეობა თავისუფალია ხიბლისგან. იმიტომ რომ ხედავ შენ ნაგავს, მაგრამ შენთან არის ღმერთი. თავისუფალი ხარ ხიბლისგან. ნებისმიერი მდგომარეობა აქედან აღმოსული ცოტათი ზემოთ აწეული, ცოტათი უკვე ხიბლია, იმიტომ რომ ზემოთ არა ხარ და გოგონია რო ხარ. მოკლედ, მე ჩემი გითხარით, ყველა თვითონ იცის თავის საქმეს. და აი, როდესაც ხანდახან მაინც თავისუფლდებით ხიბლისგან და ვხედავთ საკუთარ მდგომარეობას და ვხედავთ, რომ რამ წარია ჯოჯოხეთში ყოფნა და თან ღმერთი ახლოს არის, გინდა მასთან და ვერ ხარ, აი ამ მდგომარეობაში ხვდები ბედნიერების ერთადერთი წყარო რო ღმერთია. ამ ქვეყანაზე ბევრი რამე შეიძლება გქონდეს,
მუგეშის სახით. ბრჭყვიალა ნივთები, ფოჩიანი კამფეტები, რასაც ქვია. მაგრამ ხვდები, რომ ის ბედნიერებას ვერ განიჭებენ. ამ ქვეყანაზე უამრავი განსასწრელი გვაქვს. და ჩვენ ხვდებით, რომ ეს განსასწრელი წარმავალია და მათი ძლევა მხოლოდ ქრისტესთან მყოფობით შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ მოუკვდებით და ჩვენი ცხოვრება წარმავალია. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ სიკვდილი, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად რატო დავამარცხეთ სიკვდილი? ჩვენ დავეფლენით ქრისტესთან ერთად. რათა მასთან ერთად აღდგეთ და ვიცოცხლოთ და როცა ადამიანი აი ამ ხიბლის მდგომარეობაში არ არის და ჯოჯოხეთში იმყოფება, მასში დაწყებულია აღდგომა, იმიტომ რომ იქ ქრისტე ჩამოვიდა, როგორც ადამთან ჩამოვიდა. და სადაც ქრისტეა, იქ არის აღდგომა. მე რა რომ ჯოჯოხეთში ვარ, სამაგეროდ ჩემში აღდგომაც არის, იმიტომ რომ ჩემთან არის ქრისტე. ეს ყველაფერი აი ესე ანტინომიური წყვილებია, ჯოჯოხეთში თან აღდგომა, გლოვარება თან სიხარული. საკუთარი თავის მოძულება და წარწყმედა და თან ბედნიერება და სიცოცხლე ჭეშმარიტი. და სიკვდილი კიდეს შესაძინებელია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმიტომ რომ ქრისტე სიცოცხლეა და სიცოცხლე ჩემშია. აი ეს ანტინომიური წყვილი, რომელსაც ლოგიკა უარყოფს, მაგრამ ჩვენ ლოგიკის წინააღმდეგ მივდივართ. ეს არის ქრისტიანობა. და აი ესე დროს ადამიანი ხდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, რაც მას აქვს, რაც მას აბედნიერებს. იმიტომ რომ არაფერი ბედნიერებას არ ანიჭებს. კიდევ ვიმეორებ, არც ერთი ფოჩიანი კამფეტი, არც ერთი ამ ქვეყნიური წარმატება, ამავე დროს ნებისმიერი განსაცდელი. მხოლოდ გამოცდა, იმიტომ რომ არც ერთი ღერითმა არ ვარდება ჩვენი თავიდან ღვთის განგებულების გარეშე. განსაცდელი, რომელიც ან მე მოვიწვიეს საკუთარ თავზე ჩემი არასწორი ცხოვრების წესით, ან უფალმა გამოგზავნა როგორც ჩემი რწმენის გამოცდა. და სინამდვილეში ეს არაფერი არ არის, რომ სიკვდილიც კი არაფერი არ არის. მე ამ ქვეყნიური უსამართლობანი, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, განსაკუთრებულად სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ საკუთარ თავზე როცა მოდის, უნდა მიხვდე, რომ ღირსი ხარ, რაღაცა მოვა უსამართლოდ მოგექცევიან, უნდა მიხვდე, რომ ღირსი ხარ, მაგრამ სხვაზე როცა მიდის ეს უსამართლობა, შენ სიბრალულით ივსები და ეს სოფელი იმ კუთხით, რა კუთხითაც ამ სოფლის თავადი სატანა არ შეიძლება გიყვარდეს და გძულს კიდევაც. იმიტომ რომ აი ესე ჩაგრავს უსამართლოდ ადამიანებს. და აი ამ ყველაფრიდან გამოსავალი, როცა სული გეხუთება უკვე და მაშინ განსაკუთრებულად გზნობ, რომ შენ როგორც ადამიანი ამ სოფლის მოქალაქე არ ახარ და არც გინდა იყო, ყველაზე მეტად გინდა მაშინ ღმერთი და ვერ ხარ ღმერთთან. ეძებ და ვერ პოულობ და იწყება ეს ბრძოლა, რომელიც გონიერ ლოცვის გარეშე არ არსებობს. და აი ღვთის ძიება, როგორც გამოსავალი, ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ამ სიტუაციიდან, ამ მდგომარეობიდან, ღვთის ძიება, რომელთაც გაჟღენთილია წმინდა მამათა შრომები, ფსალმუნები და ერთ-ერთ ადგილს ამოგიკითხავთ კიდევაც. 104 ფსალმუნიდან. იხარებდნენ გული, ანუ იხარებდეს გული, ვისი გული? მეძიებელთა უფლისათა. და მე გვეუბნება, მოიძიეთ უფალი და განძლიერდით. ეძიებდეთ პირსამის, ანუ მასთან პიროვნულ ურთიერთობას, მის პიროვნებას. ეძიებდით პირსამისა მარადის, ეს ჩვენი დავალებაა, სულმუდან ვეძებდეთ ღმერთს. დიახაც ღვთის ძიება, მაგრამ როგორ, რანაირად, სად ვისწავლო, ვისგან მივიღო, როგორ შევძლო, არ შემეშალოს. და აი ღმერთი მოვიდა ადამიანად და ადამიანი ღვთის ხატია, რომელიც უნდა გახდეს მსგავსი და ადამიანის როგორც ღვთის ხატის, რომელიც მსგავსი უნდა გახდეს უძლურების გამო, ანუ ჩვენ გვინდა ღმერთი ვეძებოთ, მაგრამ ჩვენ უძლურნი ვართ და ჩვენი ადამიანის, რომელიც ხატია და მსგავსი უნდა გახდეს, აი ამ ღვთის ხატის უძლურების გამო ღმერთი ისტორიაში განვრცობილად ქმნის თავის სხეულს.
აი ეს არის ღვთის განკაცების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოება. ღმერთი 2000 წლის წინ განკაცდა, ეს ვიცით. მაგრამ ძალიან საინტერესოა დოგმატი ძეღმერთის შესახებ. სადაც ვკითხულობთ, რომ მამა ღმერთმა კი არ შვა ძეღმერთი. ანუ ჩვენ დროში კი არ განუკუთვნებთ ადგილს. არამედ უდროობას წარმოვაჩენთ შემდეგი სიტყვით: მამა ღმერთი მარადიულად შობს ძეღმერთს. ანუ კი არ შვა, არამედ შობს. ეს ანუ არც პროცესი არ არის, ეს არის მდგომარეობა. ყოვლადწმინდა სამების მდგომარეობა. მამა მარადიულად შობს და მამა მარადიულად გამოავლენს. ეს არის მდგომარეობა, ესეთია ღმერთი. ხოლო რაც შეეხება ისტორიულ კონტექსტში, როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა და ქალწულისაგან ადამიანური ბუნება მიიღო, ერთის მხრივ ეს ისტორიულ კონტექსტში მოხდა, ამიტომ ვამბობთ განკაცდა 2000 წლის წინ. მაგრამ მეორეს მხრივ, თლათ მასე მარტივადაც არ არის საქმე, რომ უბრალოდ ვთქვათ განკაცდა. იმიტომ რომ განკაცდა, კი, და მერა განკაცდა და მე დღეს დავიბადე. განა თითოეულ ჩვენთანგანს არ ქონია განსაკუთრებულად, როცა ახალმოსულები ვიყავით, აი მე რომ ქრისტეს დროს დავბადებულიყავი და ხო ქონია ეს განცდა. ბუნებრივია, როგორ შეიძლება ადამიანი ქრისტიანი გახდეს და არ ენატრებოდეს უფლის ხილვა, არ ენატრებოდეს მისი მოწაფეობა. და ქონია ეს. მაგრამ მე, როცა გადის დრო ვხვდებით, რომ იქ ყოფნა 2000 წლის წინ არანაირი გარანტია არ იყო, რომ იმას ვიცნობდი და მე მას დავემოწაფებოდი, თუნდაც მე იქ იუდეაში მეცხოვრა. და ამავე დროს, იმიტომ რომ ვიცით მაგალითები, რომ როგორ არ მიიღეს და ასე შემდეგ. მათ შორის იუდასიც. მაგრამ ამავე დროს იმასაც ხვდები, რომ მართალია დღეს ვარ ცოცხალი. მაგრამ დღეს შემიძლია დავემოწაფო და დავინახო და ვიცრო და მასთან ვიყო. იმიტომ რომ ერთის მხრივ კი განკაცდა, მაგრამ მეორეს მხრივ რომ ყველას შეგვეციოს თითოეულ ჩვენთაგანს და არც ერთი მათგანი სამყაროს აღსასრულის ჟამს ადამიანი დაიბადება იმისთვისაც, რომ ქრისტე შორს არ იყოს, მან თავის სხეულის ქმნადობა ისტორიაში გააგრძელა და ქრისტეს სხეულის ქმნადობა ერთის მხრივ მიიღო ადამიანური ბუნება, მაგრამ მეორეს მხრივ ის განვრცობილად იქმს თავის სხეულს ისტორიაში და ეს არის ეკლესია. ამიტომაც არის ეკლესია უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენ სარწმუნოებაში. და ამიტომაც მართლმადიდებლობის ზეიმი, რასაც დღეს ჩვენ ზეიმობთ, ეს სწორედ ეკლესიის ზეიმია. იმიტომ რომ ეკლესია, კიდევ ვიმეორებ, ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში განვრცობილად ქმნილი ადამიანური სხეული, ადამიანური ბუნება განკაცებული ღმერთის. და ჩვენ მისი ნაწილნი ვხდებით. დღესაც ამოვიკითხეთ, საიდუმლო ლოცვები ბასილი დიდის წირვა არის ახლა დიდმარხვაში და ბასილი დიდის წირვაში ძალიან დიდი ღვთისმეტყველება ყურადღებით უსმინეთ. როცა მღვდელი საიდუმლო ლოცვებს აღავლენს ხმამაღლა თქვენთვის. ჩვენ ხო ვიცით სამწუხაროდ, რომ ჩვენი სინამდვილეში ეს თითქმის არ ხდება და ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ამ უდიდესი საიდუმლოების, ბედნიერების, სიხარულის, რასაც ღვთისმეტყველება ქვია, თანამონაწილენი გახდეთ, რომ უფრო მეტი გულით და სულით ეზიაროთ ქრისტეს. იქ არის ეს საოცარი სიტყვები, რომ ჩვენ ხვდებით, აი სწორედ ქრისტეს სისხლი და ხორცი გრძელდება ჩვენი და ჩვენში. ანუ ეკლესია, ქრისტეს სისხლი და ხორცია, ქრისტეს სხეულია. ამასაც პავლე მოციქულიც ამბობს. და ეს, რასაც პავლე მოციქული ამბობს, ეს არის არა თეორია, არამედ რეალობა, რომელიც თქვენში და ჩვენში ხორციელდება. და აი დღეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-11 და ამას, ამ ერთობას, ქრისტეს მიერ ერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მარადიული სიცოცხლისათვის. და აი დღეს ეს ძალიან კარგად ჩანს იმ ებრაელთა მიმართ მე-11 თავის ეპისტოლეს იმ ნაწყვეტში, ამ მონარეთში, რომელიც დღესაც აღმოგვიკითხეს. მე წაგიკითხავთ. ახლა ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებიც ქრისტესათვის და საერთოდ ღვთისათვის, სანამ ქრისტე განკაცდებოდა, მანამდეც ძველი აღთქმის მართლებისათვის, ანუ ყველა იმ მართალი ღვთისმაძებელი ადამიანზეა საუბარი, რომელიც ცოცხლობდა და კვდებოდა ღმერთისათვის. ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით. აი ის დიდი ადამიანები, მე პავლე მოციქული ამბობს, რომ მათი ღირსი
არ არის თელი სამყარო. აი იმ ადამიანების ღირსი არ არის თელი სამყარო, ისინი, იმიტომ რომ ისინი ღმერთთან შეერთებულები არიან. ესე ყოველნი, აი ესე წმინდანები იწამნეს სარწმუნოებით და რა, არა მიიღეს, არა მოიღეს, ანუ არ მიიღეს აღნათქვამი იგი. აღნათქვამი რა, მარადიული სიცოცხლე ღმერთთან თელი სისავსით. თელი სისავსით, თორე ღმერთთან ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკვე აქვე. არა მოიღეს აღნათქვამი იგი. ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქვამი იგი, რატო? რამე თუ ღმერთმა რატო არ მოიღეს აღნათქვამი? ზოგი გახერხეს, ზოგი ჩაქოლეს, ზოგს და პავლეს იგივე თავი მოკვეთეს, ხო, როგორი? რატო? რამე თუ ღმერთმა ჩვენთვის, ყველასთვის, ჩვენთვის, მათთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა. ანუ წარმოიდგინეთ, პავლე მოციქული თავის კვეთით აღესრულება და თან უხარია რომ მიდის და წავიდა. იოსების სიხასტი ერთი სული აქვს რომ წავიდეს და წავიდა. მაგრამ არ არის ის აღნათქვამი, რაც სრულ სისავსეს ნიშნავს ადამიანის ღმერთთან ერთობისა, ჯერ არ მიუღიათ. და რატომ? იმიტომ რომ უმჯობესი ელოდებათ მათ. უმჯობესი წინასწარ, რომელიც ადამიანისათვის არის განკუთვნილი და რა არის ეს უმჯობესი? რაითა არა თვინიერ ჩვენს, ანუ რათა ჩვენს გარეშე სრულ იქმნეს. ანუ ჩვენს გარეშე სრულყოფილებაში არ შევიდნენ. ანუ ხედავთ რა არის ის უმჯობესი? არა ის რომ ინდივიდუალურად, აი მე უფალო შენთვის ვიღვაწე და აბა ეხლა მე კარგად ვიყო. თურმე ვერ იქნება კარგად. თურმე ვერ იქნება კარგად, თუნდაც ის და ღმერთი იყოს, იმიტომ რომ ის იოსების სიხასტე, პავლე მოციქული, ესაია წინასწარმეტყველი, ყველა ეს დიდი წმინდა, რომ კარგად იყვნენ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ კარგად ღმერთთან. ერთობაში, იმიტომ რომ ადამიანი ერთი მთლიანი ორგანიზმია, მრავალჰიპოსტასიანი, მრავალპიროვნებიანი და ჩვენი ჩემი ბედნიერებისათვის თურმე საჭირო ყოფილა შენი და თითოეული ჩვენთაგანის ბედნიერება. ჩვენ რა თქმა უნდა აი ამის საწინააღმდეგოდ ვცხოვრობთ. თითოეული ჩვენთაგანი. უბრალოდ ეკლესია არის მცდელობა ამის დაძლევის. ამიტომ პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ძალიან მძიმე არის როცა ადამიანები ვეზიარებით ეგოისტურად საკუთარი თავისთვის და არაერთობისთვის, არაერთობით აღშენებლობისათვის. ჩვენი უძლურება სიყვარულის საქმეში უნდა დაიძლიოს ამ ერთობით და ჩვენი უძლურება სიყვარულის საქმეში უნდა დაიძლიოს ჩვენი გულის ტკივილით. უпроსტოდ ჩვენი სიყვარულის საქმეში უძლურება უნდა გადაფაროს ჩვენი გულის ტკივილმა ამ სამყაროს განსაცდელებისა და პრობლემებიდან გამომდინარე, როგორც განდეგილი მამები აკეთებდნენ, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად თელ სამყაროს როგორ მოეხმარებოდნენ, მაგრამ იყვნენ მარტო ჩაკეტილები თავის გულის სენაკში და ტიროდნენ მთელი სამყაროსათვის, როგორც აი სილვან ათონელთან და სხვა მამებთან ვკითხულობთ. და ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჩვენი მართლმადიდებლობისა. ჩვენ სხვანაირად მართლმადიდებლები ვერ ვიქნები. და ეს ყველაფერი და ეს მთავარი უпроსწორად ვლინდება შემდეგ სათნოებებში, რომელსაც მე ახლა უცებ ამოგიკითხავთ. ამოგიკითხავთ დღევანდელი იოანეს სახარების საკითხავიდან პირველი თავიდან. პირველი ეს არის მაძიებლობა ღმერთისა, რაც მე წეღანაც გითხარით. ადამიანი სულ უნდა ეძებდეს ღმერთს. და აი ეს ამონარიდი, რაც დღეს აღმოვიკითხეთ, სადაც ეს მაძიებლობა ჩანს. დარქვა მას ნათანაელ, ფილიპეს ეუნება ნათანაელი. ნაზარეთით შესაძლებელი არც კეთილისა რა ისამეყოფათ? და ფილიპე ეუნება, მოვედ და იხილე. და ნათანაელი, რომ ღირსი გახდა ქრისტეს მოწაფეობისა, ამის მიზეზი იყო მისი ღვთისმაძიებლობა. როგორ იჯდა ჯერ ლეღვის ქვეშე, ანუ იქ გონიერ ლოცვას იყო მიცემული, ამიტომ მან იცოდა რომ ღმერთი ხედავდა და ის ღმერთს ხედავდა და ქრისტე მიცოდა ეს ისიც ეს ადგილი თქვენ და შემდგომში მიუხედავად იმისა რომ ლოგიკით
ლოგიკა ეუბნება, რომ შეუძლებელია ნაზარეთიდან მოვიდეს მხსნელი, ფილიპეს მაინც მიყვება, ჯერ ერთი მეგობარია, ეთყობა ფილიპეს ენდობა და მეორე ეგების მემეშლება. იმიტომ რომ იმდენად ეძებს, რომ ლოგიკის წინააღმდეგაც მიდის. წავიდა, იხილა და დაემოწაფა. მაძიებლობა, უმთავრესი, რომელიც ჩვენს ლოგიკაზე მაღლა უნდა დადგეს და ჩვენს ადამიანურ ცრუ ბრძნობაზე მაღლა უნდა დადგეს. მეორე, სიმდაბლე. ვაგრძელებ კითხვას. იხილა რა იესო ნათანაელ მომავალი მისსა და თქვა მისთვის, აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი. ისრაიტელი ნიშნავს ღვთისათვის მებრძოლი, ანუ ჭეშმარიტი, გულმხურვალე. და უფალი ამბობს, ხმამაღლა, ეს ჭეშმარიტი ისრაიტელია. ანუ აქებს პირში. და აქებს პირში რატო? შემთხვევით უფალი არაფერს არ აკეთებს. შემდეგ ეს ჩანს, როგორ აქებს. და რატო აქებს? აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანაც ზაკვა, ანუ მზაკვრობა არ არის. მაგრამ როგორ იქნება? ქრისტე აქებს ჭეშმარიტად ღვთის მძოლი, ჭეშმარიტად ისრაიტელი, მასთან მზაკვრობა არ არის. შეიძლებოდა პრინციპში უმეტეს შემთხვევაში მე ადრეს გითხარით ეს. შეიძლება ნათანაელს დაეწყო, რომ უფალო რას ამბობ, რომ მე როგორ არა, მე ერთი ნაგავი ვარ, ცოდვილი ვარ. და საოცარია სიმდაბლე ნახეთ რა შევლინდება. საიდან მიცნობ უფალო? რა საოცარია, აი მე მინდა თქვენ ეს იგრძნო და განიცადოთ. როგორც ბასილ დიდის ცხოვრებაშია, ხო? დააბანინა მორჩილმა ხელი და ეხლა ბასილიონობა მე დაგაბანინებ. და მაშინ რას ამბობ კაცო? როგორ გეკადრება ახლა შენ? და იმ ხელები გაუშვირა, მორჩილება. როგორც პეტრე ფეხები უნდა უკუნისამდე არა დამბანო ფეხი და თუ არ დაგბან, ჩემთან წილი არ გექნება. მაშინ ფეხებიცა და ხელებიცა და თავისო პეტრე უნება. გესმით? ანუ სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი, იმიტომ რომ სიმდაბლე არ არსებობს მორჩილების გარეშე. და აი აქ, ნახეთ, აი ჯერ ხო ეჭვით მიდის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეჭვით მიდის, როგორი მორჩილია ნათანაელი. რო ეუბნება ის ვიზა ჯერ ეჭვი აქვს, რომ ეს ჭეშმარიტად ესე კი არ ეუბნება, რომ იცი რა, ესე კი არ არის, შენ გეშლება ძმაო და რას ამბობ და მე ერთი ცოდვილი და ნაგავი ვარ. საიდან მიცნობ? მორჩილება ნებისმიერი ადამიანისა და თქვენ ეს და მეც და ყველას როგორ გვეშლება? ჩვენ გონია რომ მაგალითად მრევლის წევს შეიძლება ყველას არა ზოგს მეორე უკიდურესობა ჭირს, მაგრამ ზოგს გონია რომ უნდა იყოს მორჩილი მოძღვრის, მაგრამ თავის დის და ძმის მორჩილი არ უნდა იყოს. და საიდან მოიტანეთ? მორჩილება არის თვისება, რომელიც ადამიანს, აი შეიძლება ლეკვი რო ყავდეს, ლეკვი და ძაღლი, იმის მორჩილიც კი იყო, როცა შეადაც კმუტუნებს, გეზარება, მაგრამ უნდა წამოდგე და გაასეირნო. მორჩილება არის თვისება, რომელიც ადამიანს აქვს ზოგადად, ან აქ, ან არა აქვს და თუ არა აქვს, არავის მიმართ არა აქვს. და თუ აქ, მაშინ ყველას მიმართ აქვს. ოღონდ რა თქმა უნდა, სხვა არის მორჩილება მშობლის მიმართ, სხვა არის მორჩილება დირექტორის მიმართ, სხვა არის მორჩილება შენი ხელქვეითის მიმართ, სხვა არის მორჩილება ბაბუისა შვილიშვილის მიმართ. და სხვა მორჩილება ბაბუისა თუ დედა ყავს დედის მიმართ. ხო განსხვავდება, მაგრამ მორჩილება ფორმებით განსხვავდება, თორე არსით თუ ხარ მორჩილი ხარ და თუ არა ხარ, არა ხარ. ერთ-ერთი სერიოზული დეფიციტი რაც ჩვენ სამრევლოში არსებობს. ეხლა სხვაგან ხო არ დავიწყებ კირკიც. მაგრამ აქედან შეიძლება მე ეს იმას განვაზოგადო. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის მორჩილების არქონა. იცით როგორ ჩანს ეს? მე უბრალოდ ფიქრობ ხოლმე, რომ მე ამის ღირსი ვარ, რომ ესეთი სამრევლო ყავს. იმიტომ რომ მე თქვენ ურჩი ვარ, თან საშინლად ურჩი. და უფალი მსჯის თქვენით სახით. თქვენ ჩემი დამსჯელები და ჯალათები ხართ. მაგრამ ეს მაგრად ჩანს, ყველაფერში ჩანს. ჩანს, გეტყვით, წინამძღვართან ურთიერთობაში, ყოველ ჟესტიკულაციაში, აბსოლუტურად ჩანს. ჩანს საეკლესიო განგებულებასთან ურთიერთობაში, ჩანს ერთმანეთთან ურთიერთობაში. მუდამ ჩანს. და ზოგადად ჩანს საღვთო განგებულებასთან მიმართებაში. ამ საკითხზე იმუშავეთ, იმიტომ რომ მე ამ ეტაპზე არ ვიცი, ეს თქვენ როგორ გასწავლოთ. სიტყვით. საქმით რაღაცას ვცდილობ, მაგრამ მე თუ ურჩი ვარ, როგორ უნდა გასწავლოთ საქმე. მაგრამ სიტყვით არ ვიცით მე რა გავაკეთო იმისათვის, რომ თქვენ ეს ისწავლოთ.
თუ როცა მეცოდინება, ამას ამ ცოდნას გამოვიყენებ. მორჩილების გარეშე ვერასოდეს ვერ გახდებით მდაბალი და თუ მდაბალი არ გახდები. გახსოვთ უფლის სიტყვები, ისწავლეთ ჩემგან, შვიდ ვარ და მდაბალგულითა. განკურნებული ადამიანი, არა, ეკლესია არის საკურნებელი. ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა. კურნებაში იგულისხმება არა გრიპისაგან კურნება, ან კბილის ტკივილისაგან, არამედ კურნებაში იგულისხმება კურნება დაცემული ბუნებისგან, იმ ჯოჯოხეთური მდგომარეობისაგან და განკურნებული ადამიანი გავს ქრისტეს. რომ გავდე ქრისტეს, უნდა იყო მდაბალი. და სიმდაბლე ისწავლება მორჩილებით. ისწავლეთ მორჩილება. ნუ მკითხავთ როგორ? თქვენ თავს, თქვენში არსებულ სინდის, თქვენში არსებულ ღვთის სულს, იმიტომ რომ თქვენ დათალღებული და მაზიარებელი ხარ და მირონცხებული, თქვენში არსებულ ღვთის სულს კითხეთ, როგორ უნდა ისწავლოთ მორჩილება. და აი ამ შემთხვევაში და მორჩილებას ათასნაირი ფორმა აქვს, უსასრულო ფორმებს იღებს, ამ შემთხვევაში მორჩილება, რომელიც სწორედ სიმდაბლის წყაროა, გამოვლინდა ესე, საიდან მიცნობ უფალო? აი ესაა. და რა თქმა უნდა, სიმდაბლიდან გამომდინარე, მე უკვე ნათანაელი ჭეშმარიტი მოციქული ხდება ლოცვის, ისა ქრისტეს. კიდევ ერთი სათნოება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჩვენი ღვთისმაძიებლობა, რომ დასრულდეს კეთილად, ეს არის, როგორც ხშირად გეუბნებით, სულ ყოველთვის გეუბნებით, გონიერი ლოცვა და ეს ამონარიდი აქ არის. მიუგო იესო და რქვა ამას წეგანაც გითხარით, პირველ ფილიპესა ხმობამდე შენ და იყავ რაი ლეხვსა ქვეშე გიხილეშე. რომ არ ეხილა ღმერთი ლეღვის ქვეშ რო იჯდა, მაშინ ამ სიტყვებს ვერ მიხვდებოდა. ქრისტე არც ეტყოდა ჯერ ერთი ამ სიტყვებს, ანუ ლეღვის ქვეშ როცა იჯდა, იგი გულით შეხვდა ღმერთს. და აქედან გამომდინარე, მან იცნო ქრისტე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ გულში არ შევხვდებით უფალს, ჩვენ მას ვერ ვიცნობთ რეალურ ცხოვრებაში და ჩვენ ყოველთვის შორს ვიქნებით მისგან. თუ ქრისტეს ვერ იცნობ, შენ გაქვს დიდი შესაძლებლობა იცნო ანტიქრისტე, როგორც ქრისტე. უბრალოდ მიიღო ანტიქრისტე როგორც ქრისტე. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწამიერად შევცდებით ჩვენ ყველაფერში აბსოლუტურად. მაინც არ არის აუცილებელი იმ დიდი ანტიქრისტეს დროს იყო, ყოველთვის შევცდებით, ყოველთვის გვაცდუნებს ეს სოფელი, იმიტომ რომ ქრისტეს ვერ ცნობ, რადგან ქრისტეს ვერ ცნობ, მაშინ ანტიქრისტეს ღებულობ როგორც ქრისტეს. გონიერი ლოცვა ვისწავლოთ და წეგანაც გითხარით. მე ავწევ ხელებს, არ შეგიძლია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე თქვენი მაცხოვნებელი არა ვარ, ჩემი თავისთვის ვერ მიშველია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ გვინდა მოვკვდეთ ქრისტესთან ერთად. და უფალი პირდაპირ ამბობს, ეს ხო ჩემი სიტყვები არ არის, ვინც არ წარიწყმიდოს თავითვისი ჩემთვის, იგი არ არის ჩემი ღირსი. ეს სიტყვები ძალიან მწარია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა არ მესმის რაზეა ლაპარაკი, მაგრამ როცა მივხვდები რაზეა ლაპარაკი და გონიერი ლოცვის გარეშე ვერ მივხვდები ამას რაზეა ლაპარაკი, მაშინ მწარია. და თუ მივხვდები, ესე იგი ლოცვას დამიწყია და თუ მივხვდები ტკბილია ეს სიტყვები, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ქრისტე არის შენთან. და წარწყმედაში იგულისხმება შენი ეს ადამიანის მემკვიდრეობა, რომელიც აი ესე გვახჩობს. და ცუდად ხდის, იმიტომ რომ უფალო შენთან მინდა და ჩემი დაცემული ბუნება ეს ოხერი არ მაძლევს ამის საშუალება. და ასეთ დროს, როცა ადამიანი უკვე აი ამ მდგომარეობაშია და გონიერ ლოცვას სწავლობს, უკვე ადამიანმა იცის რა არის ქრისტიანობა. და ადამიანი შედის ამ ჭეშმარიტ მოძღვრებაში და მოძღვრების ჭეშმარიტება ის საკუთარ თავში ატარებს და მასზე სრულდება სიტყვები უფლისა, რომ რომოვა ნუგეშინის ცემელი, ანუ სული წმინდა, ის თქვენ ყველაფერს გასწავლით, რაც მე გამცნეთ. უფალმა გვამცნო ის, რაც ჩვენთვის მოცემულია წმინდა წერილში, ახალი აღთქმის პირველ 4 წიგნში, სახარებაში, ეს გვამცნო უფალმა. დანარჩენი ყველაფერი სული წმინდამ განსწავლა, მოციქულები და წმინდა მამები და ამავე დროს განსწავლის შენც და მეც.
შენც და მეც განგვსწავლის. ანუ ჭეშმარიტ მოძღვრებაში რომ იმყოფებოდე და ჭეშმარიტი მოძღვრება რომ შენ საკუთრებად გახადო, აუცილებელია რომ სულიწმინდის მიერ განისწავლებოდე. და ეს სწავლება მუდმივი პროცესია შენში. ეს აუცილებლად გონიერი ლოცვის ნაყოფია ზიარებასთან ერთად. გონიერი ლოცვა, ზიარება ეს ორი ძლავრი საშუალებაა, რომელთაც მკვიდრდება ჩვენში მადლი, რომელიც სულიწმინდა ღმერთს მოაქვს ჩვენში, რომელთაც განვისწავლებით. და ამ დროს, მხოლოდ ამ დროს ხდები მოწაფე ქრისტესი. თუ არ გახდი სულიწმინდის მოწაფე, ვერ გახდები ქრისტეს მოწაფე. და თუ არ გახდები ქრისტეს მოწაფე, ვერ გახდები მისი მიმდევარი, თუ არ გახდები მისი მიმდევარი, ვერ მიბაძავ მას, თუ ვერ მიბაძავ მას, ვერ მიემსგავსები მას, თუ ვერ მიემსგავსები მას, მოგბეზდება მასთან ყოფნა, არ მოგინდება მასთან ყოფნა, ეს კიდევ სულის დაღუპვის დასაწყისი. და ეს სიტყვები ესე ჟღერს ჭეშმარიტ მოძღვრებაზე, როცა გელაპარაკებით, როცა ეუბნება ნათანაელი მას, აი ყველაფრის მერე ნათანაელი ეუბნება, მიუგო ნათანაელ და რქვა, რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა. ანუ ნათანაელს ჭეშმარიტი მოძღვრება ჩამოუყალიბდა საკუთარ თავში, იმიტომ რომ მას ჰქონდა გონიერი ლოცვა, მას ჰქონდა სიმდაბლე, იგი შეხვდა ქრისტეს და მიიღო იცნო ქრისტე და მან მიიღო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება საკუთარ თავში. და ესეთ ადამიანს უკვე აქ მყოფს, ჯერ კიდე ხორცში მყოფს, ეძლევა ნიჭი, მადლი, შესაძლებლობა მჭვრეტელობისა, ანუ იწყება ასეთი ადამიანის ბუნების განღმრთობა, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის გავხდეთ ვითარცა ღმერთნი და დავიმკვიდროთ ქრისტესთან ერთად, მამაი ყოვლადწმინდა სამების წიაღი, ვიმყოფებოდეთ მარადიულად ქრისტესთან ერთად, რომელიც არის მარჯვენით ღვთისა და მამისა. და ეს ამას ქვია მჭვრეტელობა, განხთობა, რომელიც შეიძლება დღევანდელ სახარებაში აი შემდეგ სიტყვებში დავინახოთ, როცა უფალი ეუბნება მას და არა მარტო მას, არამედ მოციქულებს ყველას. და არა მარტო მათ, არამედ თითოეულ ჩვენთანგანს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც დაიწერა, ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა. მიუგო იესო და რქვა მას. რამე თუ გარქუ შენ, ვით არმედ გიხილე შენ ლეხვსა ქვეშე და გწამს. ამიტომ უფრო ისი ამათსა იხილო. ანუ შენი ხილავი იმ საიდუმლოებებს, რომელიც სიტყვით ესე უბრალოდ არ გამოითქმის, რომელსაც მხოლოდ მჭვრეტელობით, ანუ საკუთარი ბუნების განღმრთობით შეიძლება მიახლო. ღმერთმა მოგმადლოს ეს დიდებულება და ამ დიდებულებას ძალიან ლამაზი, ჩვენთვის ალბათ ძალიან ლამაზი სახელი ქვია მართლმადიდებლობა, რომლის ზეიმიც არის დღეს და ჩვენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი წევრნი, თითოეული ჩვენთაგანის დღესასწაული და ზეიმია. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ და ამ ყველაფერზე დასტურის ნიშნად ხელს ავწევთ, მაშინ აქედან გამომდინარე საკუთარ თავსა და თქვენს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ამინ. მადლი უფლისა, ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.